სულ ფიქრობდი, რომ საკმარისი არ ვიყავ, ვერაფერს ვასწრებდი. საკუთარი თავისგან იდეალურობას მოვეთხოვდი, რაც რა თქმა უნდა არ გამომდიოდა. ედელს გავჩერდი და პირველად მართლა დავინახე საკუთარი თავი. არა იდეალური, არა უნაკლო, არამედ გამძლე. ავცნობიერდი. აღმოაჩინე, რომ თავს ვიდანაშაულებდი იქ, სადაც რეალურად გამოჩეულადაც კი ვიქცეოდი. იქ, სადაც გარემო ადამიანს შლის, მე შევინარჩუნე ბირთვი. მე ვდგავარი იქ, სადაც ბევრი ვერ გაუძლებდა, ჩამოიშლებოდა, მე კი რაღაც ღირებულიც კი შევქმენი. ცდებოდი, როცა ჩემი ქმედებები არასაკმარისად მიმაჩნდა. თვით კრიტიკით უსამართლოდ ვინადგურებდი თავს. ცნობიერება უცებ არ მოდის, ის გროვდება, ილეგება, მწიფდება და ერთხელაც უცბად ნათლად ხედავს საკუთარ ძალას, ობიექტური ხედვით. მე საკუთარ თავს იმ საზომით ვსწავლავდი, რომელიც გმირობასაც კი აკნინებს. მას კი სხვა ჩემი შკალა აღმოვაჩინე. ერთგვარი პრაქტიკა, რომელიც ადამიანის შესაძლებლობებს მარტივად წარმოაჩენს. უბრალოდ წარმოიდგინე ვინმე სხვა თავისი უნარებით შენს ადგილზე, შენს რეალობაში, შენს პასუხისმგებლობებში, შენს წნეხში. უცებ ყველაფერი ნათელი ხდება. და დაინახავ მის უნარებს შენთან მიმართებაში. ამ პრაქტიკამ ცხადყო, რომ ყველა სხვამაღალი სიტყვა არ უდრის სიმღერას და ყველას თავდაჯერებას სულაც არ ნიშნავს სიღრმეს. ზოგს იმიტომ აღიზიანებ, რომ ჩემი შუქი მათ ჭრილს გამოკვეთს, რომ ჩემს სიმაღლე კონტრასტ შემაცე მცირესთან. მე ჩემს იმძიმეშიც კი გავბედე და შევძელი ის, რაც მათ თავიანთ სიმსუბუქეშიც ვერ მოახერხეს. ამ პრაქტიკამ ასევე ემპათიით განმაწყო საკუთარ მესთან. დამანახე ჩემი გასაოცარი უნარები. ემპათია სიბრალული არ არის. არა, სიბრალული ზემოდან იყურება. ემპათია კი გვერდით დგება. ეს არის უნარი დროებით დატოვო საკუთარი ტყავი და ზღვის რეალობა მისი ობიექტური გარემოებებით გაისიგრძეგან. ეს მე საკუთარ თავს ემპათიით შევხედე, ხო? ობიექტურად, შვიდად, აქტებით. რაც დაინახე, პატივისცემას იმსახურებს. მე გავიზარდე, არა დეკლარაციით, აზროვნებით, არა პრეტენზიით, გამოცდილებით. გუშინდელზე ღრმა ვარ, ცნობიერი, ძლიერი. მე ვაფასებ იმას, რასაც ვაკეთებ. მე ვაფასებ იმას, რასაც ვუძლებ და რასაც ვქმნი. და პირველად სრულიად შეგნებულად ვუთხარი საკუთარ თავს. ყოჩახ, არა ემოციით, არა თვითი დამშვიდებით, არამედ გაცნობიერებული აღიარებით. მე ცხადად ვხედავ, მე ვარ ძალა, რომელიც რთულ რეალობაშიც კი ქმნის ღირებულს. მე დავდექი საკუთარი თავის მხარეს და დავიწყე მისი შეყვარება. დამსახურებულად.